ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით. ცოტა უცნაურ ფორმატში მიწევს თქვენთვის ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩაგიწეროთ. არ ვარ სახლში, გასული ვარ და აქედან გამომდინარე არასტანდარტული ფორმით უნდა ჩაგიწეროთ ვიდეო. თქვენი სიგნიფიკაცია მაინტერესებს. ეხლა რა ენერგიებში ხართ? ეხლა ხართ ენერგიებში, როდესაც თქვენს სულში არის არაბალანსირებული ემოციური ფონი. უკვე ვეღარ იგებთ, გაურკვევლობაში ხართ, ეს ემოციები, ინტუიცია, ფანტაზია, ოცნება თუ რა არის, ამას ვეღარ იგებთ. ასევე ხართ პოზიციაში, როდესაც ფიქრობთ, რომ აი შეიძლება დიდი ხანი არაფერი არ იცვლება შენს ცხოვრებაში და უკვე აღარ იცით, როდისმე რაიმე შეიცვლება თუ არ შეიცვლება. ეს ეხება ზოგადად ემოციებს, ეს ეხება ზოგადად ურთიერთობის მიმართულებას, მე რაც შემიძლია აქ ვთქვა. რა მოიჩქარის შენს ცხოვრებაში? გამოდიხართ, იცით, აი მიწიერ დონეზე ხო გეუბნებით, აი სფეროში, რომელშიც იყავით გაჩერებული. არაფერი არ ხდებოდა, არ იცროდა, რაღაცას ელოდებოდით, მოლოდინის რეჟიმში იყავით. აი ამ მდგომარეობიდან გამოდიხართ. ვინ არის? გოგონებო, მამაკაცი, ვინც გული გატკინათ. რომელიც არ მოქმედებდა თქვენთან დაკავშირებით, შეიძლება აქ მანძილიც გაქვთ. მოდის ეს მამაკაცი, პირდაპირ შეხვედრა მიჩანს. თითქოს ეს კაცი ეხლა იქ სადაც იჯდა თავისთვის. აი ამ გასვლით, ამ ურთიერთობიდან მიწიერ დონეზე ცოტა აი როგორი გასვლით, იცი? თითქოს უფრო აი აქ მიწაზე რაც ხდება პირობითად როგორც წესია დაუშვათ, რომ აი ესე თუ არ არის ისე, აი დაგეგმილად გასვლით და არა ემოციებზე დაყრდნობით, ეს ჩააგდეს გაკვეთილში. რა მიხვდა, აი ვერ გამოდიოდა თქვენი ფიქრებიდან, ვერ გამოდიოდა შენზე დამოკიდებულებიდანაც შემიძლია თქვა. და ეს ადამიანი მოიჩქარის, მოისწრაფვის იმასკენ, რა ქვია, ქალისკენ. აი თქვენ ანათებთ, რო იყვიან, შეიძლება ინტერნეტში შევდეთ ისეთ სურათებს, რომ აი არ ვიცი და ეს ადამიანი თავის ყველა მანამდე ნამოქმედ არ ნაბიჯებს მიხვდა რა. ამ გამოქვაბულში რო იყვიან მართლა სადაც იჯდა. და ეხლა იცი როგორ მოდის ოღონდ, ისე მოდის, რომ იმ გამოცდილებასთან
გაცნობების გათვალისწინებით უარყოფით კონტექსტში, რაც ამ ურთიერთობაში გააკეთა ამან, აი ამის საპირისპირო ქმედებებით მოდის, ანუ დადებითი კონტექსტით. კიდე რა მოიჩქარის ამ ქალის ცხოვრებაში. აღიარება სრულიად მოულოდნელად, რასაც შეიძლება დიდი ხანია ფიქრობდით, ელოდებოდით, მაგრამ არ ხდებოდა ეს და ეს ყველაფერი გაბრაზებდათ. აი ეს მოულოდნელად მოიჩქარის თქვენსკენ. რასაც მე თქვენ გისურვებთ.